სადარი ჩემის. მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით სტუმრებო. დღეს ვატარებთ გაერთიანებულ სხდომას აგრარულ საკითხთა რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების. დღის წესრიგით აგრარულ საკითხთა კომიტეტს გვაქვს ერთი საკითხი გათვალისწინებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისათვის წარმოდგენილი ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტი. მოხსენებელი გახლავთ ბატონი გენადი არველაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. ჯერ პირველ რიგში მინდა ვიკითხო ქორუმთან დაკავშირებით, ქორუმი გვაქვს, დავამტკიცოთ დღის წესრიგი თუ შეიძლება აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა. დიდი მადლობა, ჩვენ მზად ვართ რომ დავიწყოთ ბატონო ირაკლი. დიახ, მოგესალმებით კოლეგებო, სტუმრებო, მთავრობის წარმომადგენლებო. დღევანდელი ჩვენი გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე სამი საკითხი არის, ერთი საკითხი არის, რომელიც საერთო გვაქვს ორ კომიტეტს და შემდეგ ჩვენი კომიტეტი ცალკე სხვა საკითხებს განიხილავს. კორუმი გვაქვს და გთხოვთ თუ დღის წესრიგთან რაიმე შენიშვნა არ გაქვთ, დავამტკიცოთ დღის წესრიგი. კი ბატონო, მზად ვართ მუშაობისათვის. გთხოვთ ბატონო გენადი წარმოადგენთ. მოგესალმებით, პარლამენტის პარლამენტის წევრებო, დამსწრე სტუმრებო. დღეს წარმოგიდგენთ საკითხს ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტთან საქართველოს მიერთების შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, 2004 წელს საქართველოს შეუერთდა ადგილწარმოშობის დასახელების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმებას, რომელიც არის ადგილწარმოშობის დასახელებების მარეგულირებული საერთაშორისო ხელშეკრულება. ლისაბონის შეთანხმების ხელშეკრულებულ მხარეებს შესაძლებლობა აქვთ გავრცელონ თავისი ადგილწარმოშობის დასახელებები იმ ქვეყნებში, რომლებიც ლისაბონის ხელშეკრულებული მხარეები არიან. 2015 წელს კი ჟენევაში მიიღეს ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტი, რომელიც შემდეგ იწოდა როგორც ჟენევის აქტი. აღნიშნული აქტი ძალაში შევიდა 2020 წლის 26 თებერვალს და უფრო გააფართოვა დაცვა და ადგილწარმოშობის დასახელებებთან ერთად იცავს გეოგრაფიულ აღნიშვნებსაც. ანუ თუ წინამდებარე ლისაბონის შეთანხმება იცავდა მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელებებს, ის აფართოვებს ახლა, რასაც დღეს უერთდებით, წარმოდგენილია პროექტი მიერთებასთან დაკავშირებით და ის დაიცავს ასევე გეოგრაფიულ აღნიშვნებსაც. გეოგრაფიული აღნიშვნის ცნება უფრო ზოგადია და მთლიანად მოიცავს ადგილწარმოშობის დასახელების ცნებას, მაგალითად საქართველოში რეგისტრირებული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებებია ხვანჭკარა, წინანდალი, ახაშენი, ხინძმარაული, მანავი, ოკამი და სხვა, ასევე მინერალური წყლებიდან ბორჯომი, ნაბეღლავი, საირმე და სხვა მინერალური წყლები, ხოლო გეოგრაფიული აღნიშვნებია ქვევრი, ჭაჭა, ჩურჩხელა, სულგუნი და სხვა. ლისაბონის შეთანხმება შესაძლებლობას გვაძლევს დავიცვათ მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელებები, ხოლო ისეთი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა, როგორიც არის მაგალითად ქვევრი, ვერ ხერხდება. მნიშვნელოვანია ქვევრის დაცვა ქართული დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსით, რაც ეფუძნება მისი როგორც ქართული წარმოშობის საღვინე ჭურჭლის რეპუტაციას და ის საქართველოს კულტურული თვითყოფადობის განუყოფელი ნაწილია. ჟენევის აქტს დღევანდელი მდგომარეობით ყავს 35 ხელშეკრულებული მხარე, მათ შორის არის ევროკავშირის წევრი ქვეყნები და აფრიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყება. ამით ლისაბონის სისტემის მონაწილეებისთვის შესაძლებელია როგორც ადგილწარმოშობის დასახელებების, ისე გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა ახალ მნიშვნელოვან ბაზრებზე. ჟენევის აქტი მიღებულია ლისაბონის სისტემის მოდერნიზების მიზნით, ასევე იმ მოსაზრებით, რომ გარკვეულ პირობებში საერთაშორისო ინსტრუმენტით დაცული იყოს მეტი პროდუქტი საერთაშორისო რეგისტრაციით დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებული საქონლის ან მომსახურების იდენტური მსგავსი, ასევე განსხვავებული საქონლის ან მომსახურების მოსანიშნად, რომლის მიზანია ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნებით ნიშანდებული საქონლის ან მომსახურების იმიტაციის აღკვეთა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც შემოიღო ჟენევის აქტმა, არის ხელშეკრულებული მხარეების შესაძლებლობა შეიტანონ ერთობლივი განცხადება ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციაზე, როდესაც ის გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად, რომელიც წარმოშობილია ტრანსსასაზღვრო გეოგრაფიულ არეალში. დღევანდელი
მდგომარეობით საქართველოში სულ რეგისტრირებულია 39 ადგილწარმოშვების დასახელება და 30 გეოგრაფიული აღნიშვნა. ლისაბონის შეთანხმების ფარგლებში საქართველომ დაიცვა ამჟამად დაცული აქვს 28 დასახელება, მათ შორის ღვინის და მინერალური წყლის ადგილწარმოშვების დასახელებები, ხოლო ჟენევის აქტის საშუალებას გვაძლევს გამართული სამართლებრივი მექანიზმით დავიცვათ გეოგრაფიული აღნიშვნები. დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია 30 გეოგრაფიული აღნიშვნა. ჟენევის აქტთან შეერთებით საქართველოს უჩნდება შესაძლებლობა გამართული და მოქნილი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმის საშუალებით დაიცვას როგორც რეგისტრირებული ადგილწარმოშვების დასახელებები, ისე გეოგრაფიული აღნიშვნები. დაცვა გავრცელდება ყველა იმ ქვეყანაზე, რომელიც აღნიშნული ჟენევის აქტის ხელშემკრული მხარეა. ამასთან საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონო ოკუპაციის ფაქტის გათვალისწინებით აქტი მართალია გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა ვერ მოხდება მისი გამოყენება, შესაბამისად მიზანშეწონილია გაკეთდეს დეკლარაცია აღნიშნულის თაობაზე. ჟენევის აქტთან შეერთება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფას და საქართველოს შესაძლებელი კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას. მადლობა კითხვებისთვის სადვარ. მადლობა ბატონო გენადი. საკ-პატენტს თქვენ წარმოადგენთ? ხომ არ დაამატებთ რამეს? კეთილი, კითხვები ხომ არ გაქვთ კოლეგებო? როგორ ხედავ? კი ბატონო. მოგესალმებით ყველას. ხო, რეალურად ეხლა შეხედვით რომ თქვათ თითქოს დიდი ისეთი არაა რაღაც მნიშვნელოვანი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში და ზოგადად იმ მიმართულებებზე, რასაც კურირებს ეს თემა. ეხლა რატო ამბობ ამას? ჩვენ გავაკეთეთ შარშან ადგილწარმოშობა მაშინ რა ქვია ბაღდადში, ცოლიკაურის, გეცოდინებათ, ხო? სოსოც იყო ჩამოსული და ესა და მაინტერესებს ეს დაუშვათ ეს იყო ჩვენიდან იყო, დაუშვათ ეს იდეა მიწოდებული და ჩვენ ადგილზე დავიწყეთ ამაზე მუშაობა, გარკვეული პერიოდი დაჭირდა და ასე შემდეგ. მაგრამ ხომ არ როგორი სტილით მუშაობ ზოგადად რა, ანუ რაღაცა ადგილობრივი თვითმმართველობიდან უნდა წამოვიდეს ეს ინიციატივები, იმიტომ რომ შეიძლება ადგილობრივ თვითმმართველობას რაღაც ინფორმაცია ან არ ქონდეს, ან არ იყოს და რაღაც და თუ დაუშვათ შეიძლება რაღაც არის ერთიანი ბაზა, ეხა ხო არის დაახლოებით 30-მდე დარეგისტრირებული. შეიძლება არის რაღაც 60 გეგმაში კიდე და ეს შეიძლება ჩვენ არ ვიცოდეთ, ან თუ მუშაობთ ამაზე საკ-პატენტი, რომ როგორ შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობა ჩაერთოს, ან ინფორმაცია გქონდეს, რომ იმერეთის ტერიტორიაზე სადმე რამე იგეგმება, არ იგეგმება, თუ როგორ არის ეს მაინტერესებს რა. არა, ცოლიკაური და ოფჩაში დავარეგისტრირეთ უკვე. არა, შეზღუდვაზე არაა ლაპარაკი. ანუ ადგილ წარმოშობა ცოლიკაურის გახდა ოფჩა და რაც რეალურად მისცემს ოფჩელებს იმის საშუალებას, რომ მათი ცოლიკაური უფრო ძვირად გაიყიდოს, უფრო მოთხოვნადი იყოს და ასე შემდეგ. ხო და ამან ეხა ხელი შეუწყო მევენახეობას. მაგიტო დავიწყეთ ამაზე ლაპარაკი და მაგიტო დავარეგისტრირეთ და აი სხვადასხვა მიმართულებები, ხო? შეიძლება ზესტაფონში იყოს რაღაც, თერჯოლაში იყოს რაღაც ის, რომ აი ეს ამაზე ერთიანად ვიმუშაოთ, რომ პოპულარიზაცია გავუკეთოთ დანარჩენ რეგიონებს და სოფლებს და სხვადასხვა აი ესეთ თემებს რა, ეს მიკროფონი ჩართეთ თუ შეიძლება. და გითხარით ვიმზადებით. თიკანე ბიერი და საკ-პატენტის თავმჯდომარის მოადგილე. როგორც მოგეხსენებათ, საკ-პატენტთან ერთად გეოგრაფიულ აღნიშვნებში და ადგილწარმოშვების დასახელებებში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სიპები, ღვინის ეროვნული სააგენტო, როგორც წესი განაცხადი მათ მიერ შემოდის კონკრეტულ GI-ის ან ადგილწარმოშვების დასახელების რეგისტრაციაზე, თუმცა ეხლა ახალი კანონით გაფართოვდა ეს არეალი და ასოციაციებსაც ექნებათ შესაძლებლობა ამის განაცხადის შემოტანის. ამასთან მნიშვნელოვანია ერთი დეტალი, რომ საკ-პატენტ
პრეზიდენტს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივად, უпростоრად SIPS ღვინის ეროვნულ სააგენტოს აქვს ერთობლივი IP origin-ი, რომელიც მუშაობს სწორედ პოტენციური GI-ების აღმოჩენაზე და შემდგომ ამ სპეციფიკაციების შედგენაზე და მიყავს იქამდე ეტაპი, რომ მოხდეს აღნიშნულის რეგისტრაცია. რა თქმა უნდა, თვითმმართველობის ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში და რა თქმა უნდა, საკპატენტი მუშაობს თვითმმართველებთანაც და ნებისმიერ პოტენციურ GI-სთან დაკავშირებით. კეთილი დავამატებ მაშინ მე უფრო ცოტა რაღაცა ნათელი მოვფინო ამ საკითხს. ეს ახალი კანონი საქონლის ადგილზარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ. ეს ფაქტობრივად იყო საკპატენტის და აგრარული კომიტეტის ერთობლივი კანონი, ერთობლივი პროდუქტი. ჩვენ საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავეთ ამ საკითხზე, ეს ჯერ კიდევ წინა მოწევის პარლამენტში ხდებოდა. მე თვითონაც უშუალოდ ვიყავი ჩართული და ერთ-ერთი ინიციატორი ვარ და საბოლოოდ პირველ რიგში მიზანი ჰქონდა, რომ მაქსიმალურად დავახლოვებოდით და ჰარმონიზაცია ჩაგვეტარებინა ევროპულ კანონმდებლობასთან. და ახლა ხარისთან დაკავშირებით რომ მნიშვნელოვანი, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან გაცილებით მაღალი ხარისხის დაცვა არის, როდესაც აღიარებული არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, არამედ შესაბამის რეესში და ახლა ეს ახალი ინიციატივაც და ამ ჟენევის საკითხთან დაკავშირებით მიერთებაც, ხო? უფრო გაცილებით ეფექტურად აამუშავებს და გარდა ადგილზარმოშობის ამ გეოგრაფიულ არეალებსაც ფაქტობრივად მოგცემს საშუალებას, რომ ჩვენ მათზე მერე შემდგომში ვიდაოთ კიდევაც, ვიზრუნოთ კიდევაც, დავიცვათ კიდევაც და უფრო მყარი ხარისხის გარანტიები გქონდეს, რომ შემდგომში აი ესა თუ ის პროდუქტი იყოს ჩვენი სახე და ჩვენი, ასე ვთქვათ, კულტურა. რაც შეეხება ახლა გამოვლენას, ხო? ძალიან ძნელია რომ ასე თქვათ, რომ აი რაღაცა პროდუქტი მე მომწონს პირადად და ახლა უნდა წავიდე და ან მუნიციპალიტეტმა თქვას, ეს ყველაფერი, ყველა პროდუქტი ჩვენ რაც აქამდე გვაქვს დარეგისტრირებული, მისი ხარისხი გამოიცადა დროში. და მისი წარმოების ტექნოლოგიაც, ეს არ უკავშირდება მხოლოდ ხარისხს, ხო? ეს უკავშირდება კონკრეტულ არეალს, კონკრეტულ ადამიანებს, მათ შემოქმედებას და თუ ასეთი რამ არსებობს, ჯერ ერთი მოსახლეობაში ზეპირსიტყვიერადაც გადადის ეს და ყველამ თავის რეგიონში იცის დაუშვათ რომელი ფერდის პამიდორი ჯობია, ან კიდევ რომელი ვენახის ღვინო ჯობია და ასე შემდეგ და თუ ასეთები არსებობს და ეხა მუნიციპალიტეტის ჩართულობა შესაძლებელია ბუნებრივი ამ კუთხით. აი მაგ შემთხვევაში შეიძლება რომ დაიძრას საკითხი და შემდგომში ვიმუშაოთ და რეალურად ან ჩატარდეს კვლევა ან რაღაცა გამოცდა და ასე შემდეგ და მე შემდგომში კი ხო რაღაცა ტრადიციული პროცესი და მაგას გაუსვათ ხაზი და ეს რომ სამომავლოდ იქ ადგილობრივ მოსახლეობასაც და ამ პროდუქციის რეალიზაციაზეც დადებითად აისახება ეს ახლა საყოველთაო ფაქტია და მაგიტომაც ვცდილობთ აი მაგალითად ჩვენ საკპატენტთან ერთად ვიყავით ესპანეთში მანჩეგოს ყველი შევისწავლეთ ეს არის ცხვრის ყველი დაახლოებით ანალოგი არის რასაც ჩვენთან თუშები აკეთებენ და მთელი ჩვენი მიზანი იყო რომ აი მაქსიმუმი ძალისხმევა ჩაგვედო ამ პროცესის შესწავლის და მერე გადმოგვეტანა თუშებთან მიმართებაში რომ თუშებმაც მოახერხონ ახლა დღეს ყველამ კარგად ვიცით რომ თუშური გუდა არის ადგილზარმოშობის პროდუქტი სხვა გემოვნური თვისებებით მისი შექმნის ტრადიციებით გამოირჩევა მაგრამ არ არის დაცული ნებისმიერ არ ვიცი ყველის გამყიდველთან რომ მიხვიდე და კითხო რომ გუდა თუ გაქვს გეტყვის კი მაქვს მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს იმ სტანდარტს იმ ხარისხს და იქ არის თუ არა დამზადებული ეგ უკვე ძნელი გასარკვევია ამიტომ მაგისთვის არსებობს სხვადასხვა მექანიზმები და აი მანჩეგოს ყველთან დაკავშირებით როგორც კი ეს ასოციაცია შეიქმნა ადგილზარმოშობის დასახელების პროდუქტი გახდა ну რაოდენობა ასე ვთქვათ რაღაც ჩარჩოებში მოექცა მაგრამ სამაგიეროდ მისი ბრუნვა ხო ფინანსური კუთხით გაათმაგდა
და ღირებულებიდან გამომდინარე, კი, ღირებულება გაიზარდა, სხვა მოთხოვნადი გახდა, რაღაცა პრემიუმ კატეგორიის პროდუქტებში გავიდა და ექსპორტის მიმართულებაც გაიზარდა და შიდა ბაზარზეც მისი ფასი გაიზარდა. ასეთი სიკეთეების მოტანა რეალურად შეუძლია და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს კანონიც და თუნდაც ახლა ჟენევის აქტთან მიერთებაც. ამიტომ მე გთხოვდით კოლეგებო რომ დაუჭიროთ ხარი ამ საკითხს და მიერთებას. კი. ეს ხო გარკვეულწილად ტურისტული მიზიდულობის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, გარემოებაც ხდება. ხო, ამიტომ DMO-ები მე მგონი ყველა რეგიონს აქვს, ხო? ადგილ აი იმერეთს აქვს, კახეთს აქვს, არ ვიცი ხა სხვა საჭიროება აქვს. აი ხო, მანდ ბმები ძალიან მნიშვნელოვანი არის რა და ამ DMO-საც რა ვიცი თუ კარგად იმუშავებენ, ესეც მნიშვნელოვანია. უჭერთ ხარს მგონი. ავაღენოთ ხო ბეჭეს. კი. აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებს მინდა გთხოვოთ, ვინ არის მომხრე რომ ხარ დაუჭიროთ აღნიშნულ საკითხს მიერთებას ამ ჟენევის აქტთან. წინააღმდეგი თუ არის ვინმე? წინააღმდეგი არ ყავს. რეგიონალური პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებს გთხოვთ ხარი დაუჭიროთ, ვინ არის მომხრე. ერთსულოვანი მხარდაჭერა. მადლობთ. დიდი მადლობა, ჩვენ როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, მხოლოდ ეს ერთი საკითხი გქონდა. საკითხი განხილულია, აგრარულ საკითხთა კომიტეტი დახურულია. მადლობა აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებს. გნებავთ და დაესწარეთ. მე ის მაქვს აუდიტის განხილვა და გადავალიქით სხვა დარბაზში თუ შეიძლება.